მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას. დღევანდელ გადაცემაში, მოკლედ აი რაღაცნაირად ლიტერატურული წელი საოცრად დამთავრდა, იმიტომ რომ ერთი ისეთი დიდებული მწერლის წიგნები გამოიცა, რომელიც უკვე წლებია, თუ არსები 30 წელია, აღარ გამოცემულა ლეგალურად საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თან სრულ, საუბარი არის სრულ შემოქმედებაზე, რაღაც აი ავტორის ტომეულზე არ ყოფილა. არასდროს ყოფილა არ გამოცემულა. 30 წელია არ გამოცემულა ეს წიგნი კანონიერად საქართველოში. ეს ავტორი და სწორედ იმ დღეს ვესაუბრებოდი ჩემს ნაცნობ მეგობრებს, რომ აი ჟირაფზე რომ არის ის მოვლენა, თუ იცით, ყველას რომ გონია, რომ ნანახი ჰყავს ჟირაფი და მუდმივად ცხოვრობს მაგალითად თბილისის ზოოპარკში და სინამდვილეში ის იქ არ არის. სწორედ ასე გგონია მომაწოდე ირაკლი ჰემინგუეიზე, ერნესტ ჰემინგუეიზე, რომელიც იმდენად დიდი სახელია, რომ აი ყველას გონია რომ მუდმივად იშოვება მისი წიგნები და ყველას გონია რომ წაკითხულია. მაგრამ სინამდვილეში მისი წიგნები უკვე წლებია აღარ იშოვება და გამომცემლობის გვერდზე, რომელმაც გამოსცა ეს ძალიან ლამაზი გამოცემა, ჯერჯერობით 3 წიგნია გამოცემული, ეს არის მშვიდობითი ერაღვა, ჩემი ყველაზე საყვარელი ჰემინგუეის რომანებიდან აღმოხდება მზე და ასევე ყველაზე საყვარელი მისი მოთხრობებიდან მოხუცი და ზღვა. ძალიან ლამაზი გამოცემებია და გამომცემლობის გვერდზე ვნახე რომ წლებია ისინი უკვე, რა ვიცი, მე მგონი დაარსების დღიდან 2000-იანებიდან მოყოლებული ცდილობენ რომ გავიდნენ კავშირზე ჰემინგუეის მემკვიდრესთან, უფლებების მემკვიდრესთან, იმიტომ რომ მისი სიკვდილიდან ჯერ არ არის გასული 70 წელი, შესაბამისად საავტორო უფლება არ არის თავისუფალი და თურმე ეს იმხელა პრობლემაა, იმიტომ რომ ეს ადამიანი, ვინც ავტორ უფლებას ფლობს, ზღვაში გადის, ოკეანეში გადის, იახტით და იკარგება, აღარ ჩამოდის შემდეგ და შეუძლებელია მასთან დაკავშირება და აი გვიყვებოდნენ მოკლედ გამომცემლობის გვერდზე, როგორ დაეხმარა მათ სალმან რუშდის გამომცემელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, როგორ დააკავშირა, როგორც იქნა მიუწვდომა კაც და აი ეს ძალიან ლამაზი და სწორედ ჰემინგუეის საკადრისი გამოცემა გვაქვს უკვე ქართულ ენაზე, რაც ისე მიხარია უბრალოდ ვერ აღწერო, მაგრამ მეცაც გეტყვი, რამდენიმე სხვა გამომცემლობა ცდილობდა ნამდვილად, რაც ვიცი, სხვა გამომცემლობებიც საქართველოში ცდილობდნენ რომ დაკავშირებოდნენ ჰემინგუეის საავტორო უფლებების მფლობელებს, მაგრამ წლების განმავლობაში არაფერი გამოდიოდა და აი მართლაც ვარ ვიცი ღირსშესანიშნავი ამბავია ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული ზოგადად ლიტერატურისთვის, წიგნის ბაზრისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს გვეღირსა ჰემინგუეის ქართულ ენაზე, არა მარტო ქართულ ენაზე, ანუ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, არა ინგლისურენოვან ქვეყანაში ჭირს ჰემინგუეის გამოცემა. თან რა ხდება უბრალოდ? აბა დაკარგული ყოფილა ეს მისი უფლებების მფლობელი. არა, ხო და საქმეც ისაა, რომ სულ რაღაც 6 წელი რჩება, მანამ სანამ საავტორო უფლებების ვადა 70 წელი გავა 2032 წელს გახდება 70 წელი და მორჩება. შემდეგ უკვე აღარავის დასჭირდება საავტორო უფლების ყიდვა და ამ ტიპით გამოცემა ნებისმიერ შეეძლება. თუმცა საქართველოში, როგორც მარიმ თქვა, ლეგალურად დაახლოებით 20 წლის წინ მას შემდეგაც აი საბჭოთა კავშირის დროს ნაყიდი თუ როგორც იყო არ ვიცი როგორ გამოსცემდნენ აი ის ძველი გამომცემლობების რაღაც სამართალ მემკვიდრეები აგრძელებდნენ გამოცემას რამდენიმე ნაწარმოები აღმოხდების მზე ერქვა და არა აღმოხდებამზე ასევე მოხუცი და ზღვა კილიმანჯაროს თოვლიანი მთები მოთხრობების კრებულები გამოიცემოდა თუმცა აი იმდენად კარგია ახალი გამოცემა უკვე რომ აი ისინი რაღაც ბევრი ამბობს და მეც ვეთანხმები რომ ყდას რა მნიშვნელობა აქვს, ოდესაც ტექსტი არის, არ ვიცი, მართლა გენიალური შეიძლება უწოდოთ, რაღაც ძალიან დიდი ტექსტები აქვს ჰემინგუეის, მაგრამ ჯერ ერთი აქვს მნიშვნელობა თანამედროვე მკითხველისთვის, როგორ ყდაში იქნება, როგორი ვიზუალი ექნება წიგნს, რომ მიიზიდოს ადამიანი და წააკითხოს და მეორე იმსახურებს ეს ავტორი, რომ მის გამოცემებს ასეთი იდეალური გარეგნობა ჰქონდეთ ქართულ ენაზე. ნამდვილად. და დავიწყებ ახლა ორიოდე სიტყვა აუცილებლად უნდა თქვა ჰემინგუეიზე, იმიტომ რომ ვერც კი აღწერ რა უღრმესი სიყვარულით მიყვარს. ორივე ვთქვათ რა უღრმესი სიყვარულით მიყვარს ერნესტ ჰემინგუეი. ვიცი რა ჯერ მანამდე მე ვიტყვე. მოკლედ, როდესაც საქართველოში გონიათ რომ აი ჰემინგუეი იციან არის იშოვება, ყველაზე ხშირად საქართველოში რაც წაუკითხავთ ბოლო პერიოდში ან ინტერნეტის დამსახურებით არის ჰემინგუეის უმოკლესი მოთხრობები, ერთ წინადადებიანი მოთხრობები. არის თუ არა ჰემინგუეისი, ეგეც კაცმა არის სხვათა შორის საქმე არის, უფრო არის, ვიდრე არ არის, იმიტომ რომ ჰემინგუეის აი მინაწერ
წერებში აქვთ ნანახი ეს და შეიძლება სხვისგან გადაწერა, მაგრამ არ ვიცით. ყველგან მოკლედ გავრცელებულია, რომ ის ერთწინადადებიანი მოთხრობა ჰემინგუეის. ამას გარდა რამდენიმე მოთხრობა, აი მართლაც განსაკუთრებული მოთხრობები დევს ქართულ რესურსებზე. ხელმისაწვდომია და ამიტომ ვიღაცებს აქვს წაკითხული მოკლედ ჰემინგუეის რაღაც მოთხრობები. მოკლედ თხრობა ჰემინგუეიზე იმით მინდა დავიწყო, რომ რაღაც საოცრად დაემთხვა ასე, რომ ჩვენ არც კი ვიცოდით მე და ირაკლემ თუ ჰემინგუეი გამოიცემოდა, თუ იგეგმებოდა მისი გამოცემა და 1-2 თვის წინ ბრუნდებოდით თბილისიდან ჩვენ შვილებთან ერთად ბათუმისკენ და გზად ვუსმენთ ხოლმე საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს. მუდმივად გვაქვს ჩართული და რაღაცნაირად აი ზოგჯერ დავემთხოვით ხოლმე ძალიან კარგ რადიო სპექტაკლებს და ახლაც ჩავთეთ ისეთ დროს, როდესაც რადიო სპექტაკლი უკვე დაწყებული იყო. და ჩვენ ვიცანით, რომ ეს იყო კილიმანჯაროს თოვლიანი მთა და ჩვენს შვილებთანაც ასე თქვა თავი მოვიწონეთ, რომ აი ვიცანით ისე რომ არც კი დაუსახელებიათ წიგნის სათაური, მოკლედ დიალოგით ამოვიცანით ამ მოთხრობის სახელწოდება. თან აი ისეთ ეპიზოდში ვიცანით რომ დღემდე ვამაყობთ. აი ნახოთ 30 წლის წინ წაკითხულ რომანს. მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი, მოკლედ მე და ირეკლის დიდი ხნის წინ გვაქვს ძალიან წაკითხული მოზარდობაში ალბათ ეს ჰემინგუეის მოთხრობები და რაღაცნაირად ხომ არის რომ იცი ძალიან მაგარი მწერალია, მაგრამ გადავიწყებული ყავს, აი არ გაგახსენდება, ხო, ასე არ გამახსენდებოდა ალბათ დიდხანს როგორი დიდი მწერალია ჰემინგუეი და რა მომნუსხველი ძალა აქვს მის სიტყვებს. და უეცრად, არ ვიცი, ცოტა რაღაცნაირად მერიდება კიდეც ახლა ასეთ პირად დეტალს რომ ვაზიარებ, მაგრამ აი სიკვდილის სცენამ, როდესაც მთავარ გმირს ფეხი უპება განგრენისგან და შველა არ მოდის, ვერც მოვა, იმიტომ რომ საფარიზე არიან. ეს ჰემინგუეის ერთ-ერთი გატაცება იყო სპორტული ნადირობა აფრიკაში და ფრენდაც ჩამოვარდა და მისი ისტორია მოკლედ თვითონ დაილეწა ასე საშინლად და ეს კარავში ცოლთან ერთად რომ ელის შველელს, მაგრამ არ არის მშველელი, საშინლად ცხელა, ბუზებს უგერებს, მოკლედ დიდი სევდა ტრიალებს და უცებ მოთხრობაში ხედავ რომ ვერტფრენი ჩამოდის მისი საუკეთესო მეგობარი, მისი ახლო მეგობარი პილოტი და წაიყვანს მას და გადააფრენს ამ კილიმანჯაროს თოლიო მწვერვალზე, რომელსაც ის ქვემოდან უყურებდა და ახლა ზემოდან უყურებს ვერტფრენიდან და არის, ნუ აი ამ ეპიზოდს მოაქვს ისეთი ბედნიერების, ისეთი აღმაფრენის განცდა, არ ვიცი, აი ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელი და ზუსტად მაშინ, როცა მკითხველი ბედნიერია, რომ ამ კაცმა მწვერვალს ზემოდან დახედა, ამ დროს ხვდები, რომ ეს კაცი მოკვდა. ეს გმირი არა, ოღონდ თუ სწორად მახსოვს. რაც არის რა დაფრინავს საფრენი აპარატი. კი, რაღაც ეგეთია. შვეუმფრენი, რა ვიცი, რა მშველა. პარაპლანია მგონი. ხო, რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში არანაირი. მოტორით, პროპელერით დაფრინავს და როგორ გიყვარს რა რაღაც დეტალებში ჩაძიება ირაკლი და მოკლედ რაღაც საფრენი აპარატიდან და ხვდები ამ დროს რომ თავარი გმირი არის მკვდარი და ეს არის მისი გარდაცვალების სცენა, მისი იმიერში გადასვლის სცენა. ვაიმე, ისე ვიტირეთ მე და ირაკლი, ჩვენი შვილები ისეთი გაოგნებულები გვიყურებდნენ, ვერ ხვდებოდნენ რა გვჭირდა, რა ხდებოდა, იმიტომ რომ ისე ეს სცენა აღწერილი რომ რაღაცა ასე ეკაკუხილი წვიმა, წვიმის ღრუბელი. აბა პირდაპირ სახელდებული არ არის ახლა რომ ეს სიკვდილის სცენას უყურებ და ბავშვებიც ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა, რატომ ბღავდა ორივე შობელი მანქანაში და მოკლედ ამის შემდეგ მე და ირაკლი გადავწყვეტეთ რომ ხელახლა უნდა ჩავსხდომოდით ჰემინგუეის შემოქმედებას. ასეც მოვიქეცით და უეცრად წამოგვეწია კიდეც ახალი გამოცემები, აი რაღაცა ესეთი ლიტერატურული წინათგრძნობა იყო. ხო, მართლაც საოცრება, აი ეს ჰემინგუეის მოთხრობები, არ ვიცი, რაღაც განსაკუთრებული სევდითაა გაჯერებული ზოგიერთი. თვითონ ჰემინგუეი როგორც არის, ისეთივეა მისი მოთხრობა. ჰემინგუეი თან სევდიანი და თან აი ყველა გვერდიდან, რომ ასე მოჩქებს მართლა სიცოცხლის სიყვარული, ყველა წიგნის ყველა გვერდიდან. იცი რატომ თქვი წაღან საფრენ აპარატზე, აი რო ყვებოდი ეს ემოციები რომ გადავიდა, შემდეგ გამახსენდა რომ კილიმანჯარო თუ სწორად მახსოვს 6990 მეტრია და მაქსიმალზე ვერტფრენები ვერ ადიან და მე ანუ საერთოდ აღარ მახსოვდა რა იყო, მაგრამ არა ვერტფრენიან პარაპლანი, არამედ საფრენი აპარატი თვითფრინავით, პატარა თვითფრინავით ჩამოფრინდება მისი მეგობარი, რომელმაც წესით უნდა გადაარჩინოს და განგრენას უნდა უშველონ, მაგრამ იქ უკვე ბოლოს დიდი დრამა თამაშდა.
აი ეს ეპოქა, ჯერ ეპოქაზე მინდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ ეს ჩემი საყვარელი ეპოქა ლიტერატურაში, ეს არის მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი. ანუ ზრდასრულ წერას რომ იწყებს ის ჰემინგუეი, მე ბავშვობაზე მოვყვები მაშინ მანამდე, ხო? დაიბადა. მოდი ეპოქაზე ვიტყვი ორ სიტყვას, ეს რა ეპოქა, რა ხდება საწერს ჰემინგუეი, ეს არის მოდერნიზმის დასაწყისი, გარიჟრაჟი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან და განსაკუთრებით პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი უფრო, როდესაც პარიზი ხდება ლიტერატურული და არა მხოლოდ ზოგადად სახელოვნებო სამყაროს ცენტრი, იმიტომ რომ იქ ჩადიან ექსპატები მთელი ევროპიდან და მთელი ამერიკიდან და აი ლიტერატურის გული ძგერს პარიზში. ამ დროს რუსი და ქართველი და რუსეთის იმპერიისგან გაქცეული ემიგრანტი. ესეც ხო ძალიან დიდი. ხო, მთელი ევროპა, მთელი ამერიკა მართლა იქ არის და რა თქმა უნდა, იქ არიან ჰემინგუეის თანამედროვეები, ეზრა პაუნდი, თავად ჰემინგუეი, შერვუდ ანდერსონი, თომას ფულფი და რაც თავარია ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, რომელიც ხდება მისი შთაგონების წყარო, თავისი დიდი გეტსბით, რომ მანაც დაწეროს აღმოხდება მზე. იქ არის გერტრუდ სტაინი, რომელიც აი მზის სისტემა რომ წარმოვიდგინოთ და ცენტრში მზე და მის გარშემო მოძრავი მბრუნავი პლანეტები, ასე არის გერტრუდ სტაინი მზესავით ამ ხალხის მხატვრებისა და მწერლების შუაგულში და მისი ირგვლივ ბრუნავს ლიტერატურული ცხოვრება ფლორუსის ქუჩა 27 ნომერში, სადაც ის ყოველ ოთხშაბათობით აწყობს მიღებას და მისი საუკეთესო მეგობრები არიან ეს დიდი სახელები, ვინც თქვეს ეზრა პაუნდი, ჰემინგუეი, შერვუდ ანდერსონი და ასე შემდეგ. აქ იმყოფება ირლანდიიდან ჩამოსული ჯეიმს ჯოისის სიმძიმის მეორე ცენტრიც არის ამ დროს პარიზში, ეს არის სილვია ბიჩის მაღაზია და გამომცემლობა შექსპირი და კომპანია, სადაც რომელიც გამოსცემს ჯეიმს ჯოისის ულისეს 1922 წელს, ეს კიდევ ცალკე დიდ რევოლუციას ახდენს და აი მთელი ეს დიდი მხიარული გენიალური კომპანია გადადის ბარიდან ბარში, swams აბსენტის, swams, რა ვიცი, კალვადოს, swams ათასნაირ ალკოჰოლურ თუ არა ალკოჰოლურ სასმელს, დადიან ამ საკულტო კაფეებში, კაფე დე ფლორი იქნება თუ ლა როტონდი იქნება თუ რა ვიცი, მოკლედ რაც კი აღწერილია ჰემინგუეის თუ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის წიგნებში და გერტრუდ სტაინის ელის ბიტოკლასის ავტობიოგრაფიაში და სავსენი არიან დიდი სევდით, იმიტომ რომ როგორც ჰემინგუემ წაუმძღვარა ეპიგრაფად აღმოხდება მზეს თავის რომანზე სტაინის სიტყვები, ეს არის დაკარგული თაობა. სტაინის სიტყვები არის დაკარგულები, რომ აი ამ ყველაფერსაც აღწერე რა სვამენ, როგორ დადიან, ყველაფერს ერთი ადამიანის ფულით აკეთებენ. ხოლო სტაინის ეს განაჩენები დაკარგულები არის. სტაინის ანგარიშზეა ჩაწერილი ყველაფერი და დაკარგული თაობა, იმიტომ რომ ეს ომის შემდგომი თაობა ძალიან იმედგაცრუებული, რომელმაც იცხოვრა დიდი ომის წინათგრძნობით, სამწუხაროდ აუხდა ეს წინათგრძნობა, რომელმაც მოიხადა ეს ომის სახადი, არაერთი მათგანი დაიჭრა პირველ მსოფლიო ომში და ჯერ კიდევ რომ არ იყვნენ ამ პოსტტრაუმული აშლილობიდან გამოსულები, რაც პირველ მსოფლიო ომმა მოიტანა, მალევე წამოეწიათ მეორე მსოფლიო ომი, ეს ძალიან ტრაგიკული თაობა, მაგრამ ამავე დროს აი ამ ომებმა და ამ დაკარგულობის მარტოობისა და იზოლაციის განცდამ შექმნა საოცრად ნოყიერი ნიადაგი ექსპერიმენტებისთვის და სწორედ ექსპერიმენტულობა ის ალბათ რაც ჰემინგუეის აქცევს დიადად. როდესაც ჰემინგუეის კითხულობს მკითხველი, რომელიც არ იცნობს მაგალითად კლასიკურ ლიტერატურას და არ იცის რა ნახტომია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის რომანებსა და ჰემინგუეის ამ დეპეშურ, მოკლე, დაწურულ, თითქმის შეგნებულად სტერილურ სტილს შორის, მისთვის ჰემინგუეი შეიძლება სიახლე არ იყოს, მაგრამ ეს არის ათვლის წერტილი, ეს არის პირველი თაობა, რომელიც პროზაში ექსპერიმენტირებს, რომელიც განსაკუთრებულ რიტმს ეძებს პროზაში, რომელიც თავს არიდებს ეგრეთ წოდებულ მაღალ ენას, მაღალ ფარდოვნებას, რაღაც განსაკუთრებულ გაპრანჭულობას და ლიტერატურას შემოაქვს აბსოლუტურად ყოფითობა და ყოველდღიურობა. შემოდის ამ დროს იწყება ექსპერიმენტები ცნობიერების ნაკადის ტექნიკაში, ნუ სტაინით, თქვათ რიჩარდსონით, სტაინით იწყება, გრძელდება ჯეიმს ჯოისით, ფოლკნერი აგვირგვინებს, ნუ მანამდე პრუსტი, ახლა ეს შინაგანი მონოლოგი დოსტოევსკიმ დაიწყო, ნუ შემდეგ კნუთ ჰამსუნი, ნუ ბევრი მწერალი შეგვიძლია დავასახელოთ, ხო, მაგრამ მაინც ცნობიერების ნაკადის ტექნიკა კლასიკურად რასაც ქვია, ამას იწყებს სამ სიცოცხლეში გერტრუდ სტაინი და შემდეგ აგრძელებს კი არა უმაღლეს მწვერვალზე აღყავს ეს ჯეიმს ჯოისი და მეორე მხრივ ვითარდებიან ანდერსონი, ჰემინგუეი და ბიჭები, ფიცჯერალდი, რომლებსაც აი ეს ყოფითობა შემოაქვთ, მოკლე წინადადებები, დეპეშური, საგაზეთო, ჟურნალისტური სტილი შემოაქვთ ლიტერატურაში და გვასწავლიან სტრიქონებს შორის კითხვას, რომ აი ამ სიტყვებსა და ამ წინადადებებს მიღმა ბევრად მეტი დევს. ჰემინგუეი თვითონ უწოდებდა ამას, ეს არის აისბერგული წერის სტილიო, რომ ეს არის წვერი ჩანს მარტო, რასაც პირდაპირ კითხულობ და
სიტყვებს მიღმა მთავარი, აისბერგის მთელი სხეული არ ჩანს წყლის ზედაპირზე, წყლის ქვეშ არის მოქცეული და სწორედ ასეა, მთავარი აზრი, ემოციები, იდეები, განწყობები ასე არის მოქცეული ჰემინგუეის სიტყვებს მიღმა და აი იმ წირ სიტყვებსაც რომელსაც იყენებს, არ ვიცი, საოცარ ოსტატოპას ამჟღავნებს ამ სიტყვების გამოყენებაში. ახლა აღმოხდება მზე ეს რომანი, რომელსაც ადრეულ გამოცემაში ისევ ახლა ჭელიძის თარგმანია დატოვებული, მაგრამ სათაური შეცვლილი აქვს, ეს ეკლესიასთან სიტყვებია, აღმოხდება მზე ქვია ახალ ვერსიაში, ეს სიცოცხლის ციკლის მარადიულ ბრუნვას და მარადიულ განახლებაზეა ეს ფრაზა და აი აღმოხდება მზეშიც ფაქტობრივად მთელი წიგნი დიალოგებია, მაგრამ ამ დიალოგებში ისეთი სიღრმისეული პორტრეტები ჩანს მთავარი გმირების, რომ არ ვიცი, გაოგნდები, როგორ ახერხებს უბრალო საუბრებით და ფაქტობრივად უსრული წინადადებებით ამ დონის სიღრმის გადმოცემას მწერალი. არა, ადამიანის აღწერას, ხომ? აი დიალოგებით პიროვნებებს როგორ აღწერს? მრავალი ხმა ისმის და ნამდვილად კი. და რასაც ამბობ აი მაყურებელს ალბათ ახსოვს ჩვენს ერთგულ მაყურებელს ჩვენ აპრილ-მაისის თვეში პარიზიდან ჩვენი გადაცემები, სადაც აი ის ადგილები შემოვიარეთ და ვაჩვენეთ მაყურებელს, სადაც აი ეს ადამიანები, როგორც მარიმ თქვა, გერტრუდ სტაინის ანგარიშით დადიოდნენ, კეიფობდნენ და ესე ბოჰემურად ატარებდნენ წლებს, არა დღეებს და თვეებს, არამედ წლებს და ასევე ალბათ სათქმელია ისიც, რომ აი რასაც ამბობდი შენ, მე-20 საუკუნის დასაწყისის ეს მართლა გარღვევა ლიტერატურაში, როგორი სწრაფი გადასვლა, აი მე-20 საუკუნის დასაწყისის პირველი 10 წლებს, ან ნულიანი წლებიდან უკვე 10-იან წლებში როგორ სრულიად სხვა ლიტერატურას ვეცნობით, ხომ? ჯერ არის პრუსტი 10-იან წლებში, შემდეგ ჯოისი მოდის და პოეზიით იწყება ალბათ უფრო ეს ფუტურისტებით და დაისტებით პროზაზე, რა თქმა უნდა, პროზაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ხო, პოეზიაში იქ სხვა ბევრი გარდამავალი იყო, ხო. მაგრამ აი ლიტერატურაში, როდესაც დიდ წერლებს კითხულობ, აი არ ვიცი, ძალიან დიდი რევოლუცია შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ის სხვა მხრივ გენიალურია, მაგრამ აი რამდენად ახალი სიტყვები შემოდის. ჰემინგუეიზე როდესაც საუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი ოჯახი, მისი ბავშვობა, მისი გამლილი ცხოვრება. დაიბადა ილინოისის შტატში, ანუ ჩიკაგოსთან ახლოს, ოუკ-პარკი ქვია ქალაქს, სადაც ის დაიბადა და იზრდებოდა მშობლებთან ერთად. პატარა ქალაქია, მამა ექიმი ყავდა. დედა ოპერის მომღერალი იყო, სახელი დაარქვეს ბაბუის საპატივცემლოდ, რომელსაც ერნესტი ერქვა, დედის მამის და რომლის სახლში ცხოვრობდა ბავშვობიდანვე, მაგრამ მის ბავშვობაზე რატომაც უნდა გამომახვილოთ ყურადღება, ალბათ არის ის, რომ 5 შვილისგან იყო ოჯახის შემდგარი, თვითონ იყო მეორე შვილი, მაგრამ 7 წლამდე თმა არ შეუჭრია დედას მისთვის. აი დიდი კულულებით იზრდებოდა და 5 წლამდე მუდმივად დედა აცნობდა როგორც გოგოს, ანუ ზრდიდა როგორც გოგონას. კაბებით იზრდებოდა ეს ბიჭი. შემდგომ როგორც უკვე მისი ბიოგრაფები წერენ, გაყოფილია ორად აზრი. ერთი ნაწილი ამბობს, რომ მას აი ამ გამოცდილებებიდან გამომდინარე მთელი ცხოვრების განმავლობაში სძულდა დედაო. მეორენი ამბობენ, აი მისი დიშვილი ამბობს, პროფესორი, რომ პირიქით დედამისზე მთელი ცხოვრება, არ ვიცი, ხატად ყავდა დედაო. თუმცა, ნუ ასეა თუ ისე რაღაც დედის მიმართ მისი დამოკიდებულებები მის ნაწარმოებებში შემდეგ ხშირად გვხდება, განსაკუთრებით მოთხრობებში. პორტრეტები, მამის პორტრეტი, დედის პორტრეტი, ბაბუის პორტრეტი, რომელმაც 12 წელს რომ გახდა აჩუქას იარაღი, მცირეკალიბრიანი იარაღი, რომლითაც დაყავდა ტყეში თევზაობასაც სწავლიდა, ჯერ ნადირობასაც სწავლიდა, რომ ვინც განაპირობა შემდგომ მისი მთელი ცხოვრების ინტერესები, ხომ? აი ბაბუის მიერ, აი რაღაც ერთგვარი რეინჯერი გაზარდა ბიჭის, რომელსაც შეეძლო საათობით ჯდარიყო დინარის პირას და ეთევზავა ან მისი ამა მას ჰქონდა სამი ყველაზე დიდი გატაცება ამ ცხოვრებაში. ხო, ეგეც სათქმელია. პირველი ეს იყო და სამივე ამ დიდ გატაცებას მიუძღვნდა ნაწარმოებები. პირველი ეს იყო კორიდა და
კორიდა ინტენსიურად არის წარმოდგენილი აღმოხდება მზეში, იმიტომ რომ მეორე ნაწილი პამპლონაში მიდიან და ეს ტორეადორია ერთ-ერთი საკვანძო გმირი, რომელიც ბრეტეშლის უყვარდება და მთელი დრამა იხდება. მართლაც დადიოდა და სხვათა შორის პამპლონაში ეს კორიდები აღმოხდება მზემ გახადა ძალიან პოპულარული. უთვალავი ტურისტი ამ რომანის გამო ჩადის ისედაც პოპულარულია კორიდები, მაგრამ აი კონკრეტულად პამპლონაში სწორედ ამ რომანის გამო ჩადიან სანახავად. მეორე მისი დიდი გატაცება იყო თევზაობა და ოკეანეში გაცურვა, რასაც მიუძღვნა ლეგენდარული, საოცარი, დაუფასებელი ცოტა ალბათ ჩვენთან მოხუცდა ზღვა. და მესამე დიდი გატაცება იყო სპორტული ნადირობა, სპორტული საფარი აფრიკაში. და ამას მიუძღვნა მოთხრობების მთელი ციკლი, თეთრი სპილოების მსგავსი მთები, კილიმანჯაროს თოვლიანი მწვერვალი და რა ვიცი, რა აღარ კიდევ ეს აფრიკული. ანუ მოთხრობის მიძღვნასთან ერთად ცხოვრებაც მიუძღვნა, შეიძლება ითქვა მესამეს განსაკუთრებით. არა, ომებში სიარულსაც, ომებში წასვლასაც, ხო? განსაკუთრებით პირველ მსოფლიო ომში მის და მეორე მსოფლიო ომის დროს რა გააკეთა უკვე ჯანი აღარ მოსდევდა, აღარც ასე კი უწყობდა ხელს და ჰყავდა იახტა პილარი, რომელიც ხელისუფლებას ნებართვით და დახმარებით აღჭურვა სპეციალური მოწყობილობებით და დაიწყო გერმანელების წყალქვეშა ნავების აღმოჩენა და აფეთქება, ანუ წარმოგიდგენიათ რა ზეულობარაკო. აღმოჩენა ყველა შემთხვევაში კი პირველ რიგში და როგორც რამდენადაც ის დაცხრილული იყო პირველი მსოფლიო ომის შემდგომ და ამის მიუხედავად მაინც აგრძელებდა რაღაც არა მარტო აფრიკაში ორჯერ ჩამოვარდა, არ ვიცი ირაკლი შემისწორებს ალბათ, მაგრამ შვეუმფრენით ირაკლი, თუ რავი, რაც იყო მოკლედ ეს საფრენი აპარატით, ორჯერ ჩამოვარდა. ნუ ამას დაბრალდა კიდეც მე რაც მისი ფსიქიატრიულ სწავლა და დასასრული მის ცხოვრება. ანუ რისი თქვა მინდა იცი? აი ის არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოდა, არამედ ის ომებში მიდიოდა ზოგადად კაცობრიობისთვის. მე მგონია რომ თავგადასავლებისთვის მიდიოდა. იცი რა, სადაც ეს განცდა მაქვს სულ როცა მასზე ვკითხულობ. ხო. სულ სიკვდილს ეთამაშება, ვერ ამჩნევ. ყველა აქტივობაში რასაც და ბოლოს აი თითქოს სულ ისეთი მემკვიდრეობითობაც აქვს პრინციპში მამამისმა სუიციდით დაასრულა სიცოცხლე და აი თითქოს აი სიკვდილის ფენომენის ამოხსნას ცდილობს. მამამ შემოიტანა მის ცხოვრებაში უბრალოდ მანამდეც უკვე სიკვდილთან თამაში ჰქონდა გაჩაღებული, უკვე საკმაოდ დიდი იყო, როცა მამამ თავი მოიკლა 1929 წელი, 8 წელი იყო, მაშინ როდესაც გამოქვეყნდა მისი ერთ-ერთი მთავარი ნაწარმოები, აი იმ მომენტში როდესაც გამოქვეყნდა მშვიდობით იარაღო, მამამ ამბობს, რომ აი იმ დღესო დაიწყო ბირჟა გაკოტრდაო, მინდოდაო მამა მოსწრებოდაო, იმიტომ რომ რამდენიმე დღით ადრე მამამ თავი მოიკლაო და გამოქვეყნდა ჩემი მშვიდობით იარაღო. აი რაღაც აბამს ამ მოვლენებს მისთვის აი უკვე როდესაც ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, ყველა დეტალს ერთმანეთთან აკავშირებდა როგორღაც, აი რაღაც თითქოს ბედისწერის სჯეროდა და ამ ბედისწერასთან მერე სათამაშოდ მიდიოდა. თუმცა ეს არ არის რაღაც მარტივი ფიგურა, მარტივი პიროვნება, აი ბავშვობაზე ძალიან ჩვენ ხომ როგორც ვიცნობთ ხომ რაღაც მოარშიყე, მაჩო, ლამაზი, აქტიური მონადირე, სპორტსმენი, მოცურავე, ну რაღაც ასეც, მაგრამ სინამდვილეში ძალიან სულგატეხილი და ძალიან სევდიანი ადამიანი იყო. ასეთივე ნაწარმოებებიც აქვს და მგონია რომ აი ეს მისი როხროხა და ძალიან ხმაურიანი ცხოვრება სწორედ ამ სევდის გადაფარვის მცდელობა იყო ალბათ. სევდის დამარცხების უბრალოდ რაღაც უსაშველო მელანქოლიის, რომელიც მთელი ცხოვრება გასდევდა რაღაცნაირად. ბევრი ვინც მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ადგენს, ბევრი ამბობს, რომ აი ბავშვობის წლები, სადაც აი უდარდელი ბავშვობა გაატარა, გარდა იმისა, რომ დედა აიძულებდა ვიოლონჩელოზე დაკვრას. აი ეს ზულდა თურმე ბოლომდე და ეს ბაბუამ რომ შემდეგ გაიყვანა სახლიდან და აი რანჩოზე და სადღაც აი ქალაქგარეთ დაიწყო სიარული, ამან გადაარჩინა აი მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრაზე. შემდგომ უკვე აი ქარებიანი და ტბებიანი ტერიტორიიდან, ილინოისიდან, როდესაც აიდაჰოში წავიდა და იქ გააგრძელა ცხოვრება, ესეც რაღაც მოწყვეტა იყო. თუმცა ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ პირველ მსოფლიო ომში ძალიან ახალგაზრდა, როდესაც ის მიდის
მის სამხედრო კორესპონდენტად, რადგან მას ვარი უთხრეს გარკვეული მიზეზების გამო ომში წასვლაზე, მაგრამ მაინც მოახერხა იმდენი, რომ სამხედრო კორესპონდენტად წასულიყო, მაგრამ იქ ძალიან მძიმე ჭრილობები მიიღო, აი იმ დაფლეთილი ქონდაო სხეულის რაღაც ნაწილები, უამრავი ტყვია ქონდაო, 120-ზე ჩამოვარდნითაც ორჯერ ძალიან მძიმე 120-ზე მეტი ჭრილობა ქონდაო, როდესაც კლინიკაში მიიყვანესო და ამის შემდგომ იწყება მისი რომანები და შემდგომ აი ფსიქოლოგებზე რატომ ვინც ფსიქოლოგიურ პორტრეტს აკეთებდა 30-იან წლებში ჰემინგუეი იმდენად პოპულარული გახდაო ამერიკულ საზოგადოებაში, რომ აი ეთამაშებოდა უკვე მერე ნებისმიერ მთელ სამყაროს ეთამაშებოდა. ეს არის წლები, როდესაც ამერიკაში დიდი დეპრესია მძვინვარებს, მართლა მძვინვარებს მშრალი კანონი და დიდი დეპრესია ერთდროულად აი არ ვიცი, მოცული აქვს, ყველა არის თავდახრილია, რუხია როგორღაც ამერიკა ამ პერიოდში, მაგრამ ჰემინგუეი არის სუპერ პოპულარული და აი საზოგადოებას ესე ეთამაშება მისი პოპულარობით, აი თავი გონია ღმერთიო, აი მეფე ყველაფრის და მას ყველაფერი შეუძლია, რომ მასზე ფიქრობს, რომ მასზე ყველა აბოდებს, აი ამ ქალებთან ურთიერთობები, ცოლების ცვლა და ამან შემდეგო მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდანო ერთის მხრივ დაღალაო და მერე ვიღაცებს როდესაც ამოუვიდა ტყელშიო, მერე პარიზში გადავიდაო დიდი ხნის საცხოვრებლათო, ამან მერე მასზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედაო, რომ ისეთი პოპულარული ვეღარ იყო და სხვა ადამიანები განსაკუთრებით ალბათ მაინც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი არის ბჭყალებში დამნაშავე, იმიტომ რომ ისეთი ნაწარმოები დაწერა, რომელმაც მთელი აი ნიუ-იორკის განსაკუთრებით საზოგადოება სრულიად რაღაცე აღაფრთოვანა, თან აღაშფოთა და შეცვალა დამოკიდებულება. მოკლედ, როდესაც ჰემინგუეიზე ვსაუბრობთ, არ იყო ძალიან რთული ტიპი იყო, მოკლედ, რომელმაც ნაწარმოებების, აი მისი ნაწარმოებების ქრონოლოგია რომ დაახარისხო, ნაწარმოებით იგრძნობა, როდის როგორ მდგომარეობაშია, ხომ ავტორი? კი, ნამდვილად, ძალიან იგრძნობა. მაგრამ არა, პერიოდულად. აი, ვერ გეთახმები ბოლოში, იმიტომ რომ განუყრელ დღესასწაულს და ამ აფეთქებულ რომანს რომ წერს, მე მალევე იკლავს თავს. ეს უკვე ბოლო პერიოდის ჰემინგუეი უკვე ფსიქიურად დაავადებული ადამიანია და აქ უკვე სტაბილურობას ვეღარ რა ვნახე, იცი, მე არ ვიცოდი ეს. ახლა ვნახე, როცა გადაცემას ვემზადებოდი. მოკლედ, მას ქონდა პარანოია, ძამძიმე პარანოია, რომ ბოლო წლებში სიცოცხლის ამოიჩემა, რომ უთვალთვალებდნენ. ამის გამო ის აიდაჰოს ფსიქიატრიაში დააწვინეს ელექტროშოკით მკურნალობდნენ. მართლა უთვალთვალებდნენ. ხო და ახლა ვნახე, რომ თურმე. ანუ არის ვერსიები, რომ შეიძლება მართლა უთვალთვალებდა ხელისუფლება და ვერსიები არა. როდესაც არქივები რომ გაიხსნა, გამოჩნდა რომ მართლა უთვალთვალებდნენ. ხო, მოკლედ ცოტა არ იყოს ის იყო ჩემთვის გასაკვირი ამბავი იყო. ამ ელექტროშოკით მკურნალობაზე მინდა და მეთქვა, მან ითხოვა რომ ეს შეეწყვიტათ, იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი რაც დამრჩა მოგონებებია და მოგონებებს კარგავ და არ მინდა ვიცოცხლო მოგონებების გარეშე მატკინა ამბული და ხო, აი ბოდიში, მოკლედ, თვალთვალთან დაკავშირებით ბოლომდე ვერც გაამტყუნებ ხელისუფლებას, იმიტომ რომ იმდენ ადგილას იბრძოდა, იმდენ ადგილას გამოიარა იტალია, ავსტრია, გერმანია, შვეიცარია, აფრიკა, ყველგან რომ ორმა აგენტობაზე ქონდათ ეჭვი. სახშიო მხდებაო გადაადგილებული უნდა და საწყალი გიჟი ეკო. ცოლებზეც ალბათ მნიშვნელოვანია, ხო. და მრავალი მეგობარი ხალი, მაგრამ თვითონ რომ დაასრულოს სიცოცხლეს პირველი მცდელობა არ იყო. ერთხელ რომ სცა და მე არ გამოუვიდა და მე დააწვინეს ფსიქიატრიაში, თანა აკუიატებული აზრების გამო. ცოლებზე არ ვიტყვი რა, ერთ გოგოზე ვიტყვი, დავტვის დეინზე, რომელიც იყო ბრიტანელი სოციალისტე იმ პერიოდის პარიზში, ნუ ძალიან პოპულარული და ასე ვთქვათ ემანსიპირებული ხალი, თავისუფალი ცხოვრებით მცხოვრები, რომელიც გახდა აი მართლაც საკულტო პერსონაჟის აღმოხდება მზის მთავარი ქალი პერსონაჟის ბრეტ ეშლის პროტოტიპი და მასთან ძალიან ისეთი რაღაცნაირი ურთიერთობა ჰქონდა ჰემინგუეის მოკლედ. აი დაახლოებით ისეთი როგორც ბრეტსა და მაიკს შორის არის აღწერილი აღმოხდება მზეში. დღეს ვაპირებდით წიგნებზე გვესაუბრო. ხო, მე ვაპირებდი მე ლაპარაკა მშვიდობით იარაღზე, იმიტომ რომ იმდენ აი როგორც შენ დამოკიდებულება გაქვს აღმოხდების მზესთან, მართლაც გენიალურთან, იგივე მაქვს მშვიდობით იარაღზე. იმიტომ რომ ხო მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ თან ავტობიოგრაფიულია. მე მოთხრობები ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ თან ავტობიოგრაფიულია და თან მის პიროვნებას ძალიან აი ის ბოლო ეპიზოდები, სადაც ცოლი კვდება,
აი ეს არის თან ლაკონურად აღწერილი, ხომ აი როგორ აი ეს ექიმი როდესაც გამოდის და ნაკლები ელაპარაკეთო და მომდევნო გამოსვლაზე უკვე ეუბნება, აი არ ვიცი, რთულია ამ სიტყვების მოყოლაც, იმიტომ რომ თან რამხელა ტრაგიზმია როგორ ლაკონურად. აბა. ასევე აღმოხდება მზეში თავარი გმირი ჯეიკი, რომელიც პირველი მსოფლიო ომიდან ისეთი ჭრილობით ჩამოდის, რომ რაღაც სქესობრივი უძლურება აქვს, მოკლედ, მისი აი შეუძლებელი და ტრაგიკული სიყვარულის ამბავი აღწერილი ბრეტ ეშლისთან. დავასრულოთ ამითი ჩვენი სეზონის ბოლოს წინა გადაცემა, წინ საახალწლო გადაცემა. უი, აქაც წერია თურმე უკაცრავად. ამრიგად ეს წიგნი პირველად 1929 წელს საფონდო ბირჟის კრახის დღეს გამოიცა. აი ეს ამბები აქაცაა მოყოლილი. დავამშვიდობოთ ხო მაყურებელს? ბოლოს წინა გადაცემა სეზონის, წინ არის საახალწლო გადაცემა და ჩვენ დაგემშვიდობებით. დღეს აი ჰემინგუეითი, ასე რაღაც ღირსეულად დავასრულეთ სეზონი ჩემი აზრით. თქვენ უყურებდით გადაცემა ბიბლიოთეკას. მომავალ შეხვედრამდე.